გამარჯობა მეგობრებო. თუ გიყვართ UFC და გინდათ ყოველთვის დარჩეთ ამბების ცენტრში, არ დაგავიწყდეთ დააჭირეთ ლაიქ, გამოწერეთ ჩვენი არხი და დატომეთ კომენტარი. თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა გავაგრძელოთ ახალი ვიდეოების შექმნა. ახლა კი გადავიდეთ უახლეს UFC-ს სიახლეებზე. UFC ოფიციალურად გამოაცხადა 70.3 კილოგრამ ინტერმედიური ტიტულისთვის ბრძოლა, მაგრამ სამწუხაროდ არმან ცარუკიანი ამ გათამაშებაში მონაწილეობას არ იღებს. ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რადგან არმანი წლების განმავლობაში ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი კანდიდატად ილია ტოპურიას საპირისპირო ბრძოლისთვის. UFC 74 გაიმართება 2026 წლის 24 იანვარს, ეს იქნება პირველი ღონისძიება Paramount Plus-ზე, თავარი ბრძოლა, პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი დაიჭერენ 70.3 კილოგრამი ინტერმედიური ტიტულს. გამარჯვებული გახდება ილია ტოპურიას მომავალი საპირისპირო ბრძოლის სავალდებულო კანდიდატი. ბევრი გულშემატკივარი შეწუხებულია, რომ არმან ცარუკიანი ამ ბრძოლაში არ მონაწილეობს. ბოლო წლებში არმან ჰქონდა ბევრი არგუმენტი იმისთვის, რომ იყოს ტიტულის მომავალი გამოწვევის კანდიდატი. მან გასულ კვირაში მოიგო დენ ჰუკერის წინააღმდეგ ბრძოლა და ამტკიცა თავისი შესაძლებლობები, მაგრამ UFC სხვა გზა აირჩია. ილია ტოპურიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში ვერ მიიღებს მონაწილეობას პირადი მიზეზების გამო. ცნობილია, რომ ტოპურია განიცდის პირად პრობლემებს, რაც მნიშვნელოვნად აისახება მის ემოციურ მდგომარეობაზე. ამიტომ მარტი და აპრილი უფრო რეალური თარიღებია მისი დაბრუნებისთვის. პედი პიმბლეტის კარიერა საკმაოდ გლუვ გზას მიყვება, თუმცა მან უკვე დაამტკიცა, რომ მზად არის მაღალი დონის ბრძონებისთვის. ჯასტინ გეიჯი მანამდე მიაღწია წარმატებებს მოკლე დროში, თუმცა მას არ ჰქონდა ძლიერი, დამაჯერებელი ბრძოლები, სანამ მაჰაჩევის წინააღმდეგ ბრძოლაში არ დაამტკიცა თავისი ღირსება. ყველა გულშემატკივარი დაინტერესებულია, რატომ ინიშნება ინტერმედიური ტიტული. პასუხი მარტივია. ილია ტოპურია ვერ მიიღებს მონაწილეობას პირველ კვარტალში. ამიტომ UFC-ს სურს, რომ ბრძოლა წარიმართოს პედი პიმბლეტსა და ჯასტინ გეიჯის შორის, რათა გაირკვეს მომავალი ოფიციალური გამოწვევის კანდიდატი. ამჟამად ბევრი ფანი შეწუხებულია, რადგან არმან ცარუკიანი არ იყო განხილული. მიუხედავად იმისა, რომ მისი შესაძლებლობები აშკარაა, UFC-ს სხვა გზა აირჩია. ეს გადაწყვეტილება აშკარად შექმნის დიდ დისკუსიებს ფანებს შორის, რადგან არმანი ითვლებოდა მთავარი კანდიდატად. აღსანიშნავია, რომ ბრძოლა მიმდინარეობს 70.3 კილოგრამი წონით, რაც სერიოზულ გამოწვევას უქმნის ორივე მხარეს. გამარჯვებული გახდება ილია ტოპურიას მთავარი გამოწვევის მოსალოდნელი მოწინააღმდეგი, როცა ის დაბრუნება. გულშემატკივრები უკვე აქტიურად განიხილავენ მომავალს. იქნება ეს პედი პიმბლეტი თუ ჯასტინ გეიჯი ილია ტოპურიას საპირისპირო ბრძოლაში. თუმცა ერთი რამ მყაფიოა, არმან ცარუკიანი უნდა იყო ამ გათამაშებაში, ახლა კი მოუწევს ორი დამატებითი ბრძოლა მომავალი შესაძლებლობის მისაღებად. ახლა ცოტა მეტი დეტალები და ანალიზი იმაზე, რაც ხდება UFC-ში. ბევრ ადამიანს აინტერესებს, როგორ აისახება ეს გადაწყვეტილება არმან ცარუკიანის კარიერაზე. მიუხედავად იმისა, რომ არმან ბოლო ბრძოლაში დენ ჰუკერს მოუგო, UFC-ს სურდა პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი დაენიშნათ ინტერმედიურ ტიტულზე. ეს მნიშვნელოვნად აძლიერებს ამ ორის პოზიციას ილია ტოპურიას წინააღმდეგ მომავალ ბრძოლაში, ხოლო არმან როგორც ჩანს გამორჩეული დარჩა. მომავალში არმან ცარუკიანს შესაძლოა მოუწიოს კიდევ ორი ბრძოლა იმისთვის, რომ მიიღოს შესაძლებლობა ტიტულის გასაპროტესტებლად. ეს აჩენს მნიშვნელოვან პრობლემას არმანისთვის და ფანებისთვის, რომლებიც უკვე ელიან, რომ მას უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა პირდაპირ იბრძოლოს ინტერმედიურ ტიტულისთვის. პედი პიმბლეტის და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა 70.3 კილოგრამი წონით იქნება, რაც საკმაოდ სერიოზული სიმძაფრის მომტანია. ორივე ფაიტერი განიხილება როგორც მაღალი დონის კონკურენტი, თუმცა ბევრი ფანი მიიჩნევს, რომ მათ ჯერ არ აქვთ სრული დამაჯერებელი შედეგები იმ ეტაპზე, რომ პირდაპირ ილია ტოპურიას შეეჯახონ. ილია ტოპურია პირადი მიზეზების გამო ვერ მიიღებს მონაწილეობას 2026 წლის პირველ კვარტალში. ეს არის მიზეზი, რის გამოც UFC მოაწყო ინტერმედიური ტიტული, რათა მომავალში ყოფილიყო სიღრმისეული სურათი, ვინ გახდება მთავარი გამოწვევის კანდიდატი. მარტი-აპრილი უკვე რეალური თარიღებია ტოპურიას დაბრუნებისთვის. ყველაფერი მიუთითებს, რომ პედი პიმბლეტი ახლა ყველაზე ახლოს არის ტიტულის გზასთან. მიუხედავად იმისა, რომ მისი გზა ნაკლებად რთული იყო, იგი უკვე აჩვენა უნარები, მზადყოფნა და მობილიზება მაღალი დონის ბრძოლისთვის. ჯასტინ გეიჯი თავის მხრივ გასულ წელს აჩვენა, რომ შეუძლია მოიგოს მნიშვნელოვანი ბრძოლები და დაამტკიცოს, რომ მზად არის ტოპურიას წინააღმდეგ. ფანების ნაწილს სურს, რომ არმან ცარუკიანი მაინც ყოფილიყო ამ ბრძოლაში. ბევრი ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება უსამართლო იყო, რადგან არმან უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია იბრძოლოს ტიტულისთვის. UFC-ს ეს გზა შესაძლოა სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ემოციურად ფანებისთვის რთულად მოსანელებელია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამარჯვებული ამ ბრძოლაში გახდება ილია ტოპურიას სავალდებულო გამოწვევის კანდიდატი. ეს ნიშნავს, რომ პირველივე გამარჯვებული ეტაპზე დაიმკვიდრებს თავის პოზიციას ჩემპიონატის მომავალ ბრძოლისთვის. ფანებს აინტერესებთ, იქნებიან თუ არა ესენი პედი პიმბლეტი თუ ჯასტინ გეიჯი ტოპურიას წინააღმდეგ. თუმცა ერთი რამ ცხადია,
არმან ცარუკიანი, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი კანდიდატია, ამ ეტაპზე ვერ მიიღებს დაუყოვნებლივ შანსს ტიტულისთვის. ეს აჩენს დიდ დისკუსიებს და საინტერესო განხილვები ფანების შორის. მოკლედ, პირველი ინტერმედიური ტიტული 70.3 კილოგრამ წონაში ამ წელს უკვე დასტურდება და ეს მნიშვნელოვანი ეტაპია UFC-სთვის. ეს ბრძოლა აჩვენებს, როგორ განსაზღვრავს ორგანიზაცია მომავალ ჩემპიონატის კონკურენტებს და როგორ დიდ გავლენას ახდენს ფანების აღქმაზე და ტოპურიას იმიჯზე. ახლა გადავიდეთ დეტალებზე, რაც შეეხება არმან ცარუკიანის მომავალს UFC-ში. ბევრი გულშემატკივარი აღელვებულია იმის გამო, რომ არმან ამ ინტერმედიურ ტიტულზე ვერ იბრძოლებს. მიუხედავად იმისა, რომ მან დაამტკიცა თავისი სიმამაცე და პროფესიონალიზმი დენ ჰუკერის წინააღმდეგ, UFC-ს გადაწყვეტილება პედი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის სასარგებლოდ ბევრისთვის მოულოდნელი იყო. ამრიგად, არმანს შესაძლოა მოუწიოს კიდევ ორი ბრძოლა, რათა საბოლოოდ მიიღოს შანსი ტიტულის დასაპროტესტებლად. ეს ქმნის რთულ სიტუაციას, რადგან ერთი მხრივ არმან უკვე დაამტკიცა თავისი ღირსება. მეორე მხრივ, ორგანიზაციის გადაწყვეტილება აჩენს დამატებით ეტაპებს მის კარიერაში. პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი იბრძოლებენ 70.9 კილოგრამ წონაში ინტერმედიურ ტიტულისთვის, რაც ნიშნავს, რომ გამარჯვებული გახდება ილია ტოპურიას მომავალი მთავარი წინააღმდეგობის სავალდებულო კანდიდატი. ეს ნიშნავს, რომ ტოპურიას დაბრუნების შემდეგ მარტი-აპრილი თვეებში გამარჯვებული დაუყოვნებლივ მიიღებს მთავარ ბრძოლაში მონაწილეობას. ილია ტოპურია ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში ვერ მიიღებს მონაწილეობას პირადი მიზეზების გამო. ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც UFC-მ გადაწყვიტა ინტერმედიური ტიტულის შექმნას. ფანებისთვის ეს შეიძლება მოულოდნელი იყოს, მაგრამ ორგანიზაციის სტრატეგიული ნაბიჯია, რათა უზრუნველწყოს ჩემპიონატის სტაბილურობა და კონკურენტების შერჩევა. პედი პიმბლეტი უკვე აჩვენა, რომ მზად არის დიდი ბრძოლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მისი გზა ადვილი იყო, მას აქვს საჭირო უნარები, სტრატეგია და ენერგია, რათა შეასრულოს მაღალი დონის ბრძოლა. ჯასტინ გეიჯი თავის მხრივ, მიუხედავად მცირე გამოცდილებისა, აჩვენებს, რომ შეუძლია დიდი მატჩების მოგება და სერიოზული გამოწვევის მიწოდება ტოპურიას წინააღმდეგ. ფანების ნაწილი აღნიშნავს, რომ არმან ცარუკიანი უნდა ყოფილიყო ბრძოლაში, რადგან მან უკვე დაამტკიცა თავისი ძლიერი პოზიციები და მორალური უფლება ტიტულის მოსაპოვებელად. UFC-ს გადაწყვეტილება შესაძლოა ბიზნესის თვალსაზრისით სწორია, მაგრამ ფანებისთვის ეს რთულად მოსანელებელია. გარდა ამისა, საინტერესოა, რომ ეს ბრძოლა არა მხოლოდ ინტერმედიური ტიტულია, არამედ მოქმედებს ტოპურიას იმიჯზე. ბევრმა ფანმა უკვე დაიწყო მსჯელობა, რომ ტოპურია თითქოს აცილებს არმან ცარუკიანს, თუმცა რეალურად მიზეზი მისი პირადი პრობლემებია და არა შიში. ამავე დროს გამარჯვებული პედი პიმბლეტი ჯასტინ გეიჯის ბრძოლაში დაუყოვნებლივ მიიღებს შესაძლებლობას ილია ტოპურიას წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ეს ქმნის დიდ დინამიკას UFC-ს მაყურებლისთვის, რადგან ახლა უკვე ცხადი გახდა, რომ ამ ბრძოლამ განსაზღვროს მომავალ ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფიგურას. შეგახსენებთ, რომ ორივე ფაითერი იბრძოლებს 70.3 კილოგრამ წონაში, რაც ნიშნავს, რომ ბრძოლა იქნება ძალიან ინტენსიური, სტრატეგიული და ემოციურად დატვირთული. ეს ბრძოლა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს არა მხოლოდ ტიტულის მომავალ გზას, არამედ არმან ცარუკიანის კარიერის შემდეგ ეტაპებსაც. მოკლედ ფანებო, მომავალი UFC ძალიან საინტერესოა. რამდენად შეძლებს არმან ცარუკიანი დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები, როგორ გამოავლენს თავს პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი და როგორ შეიცვლება ტოპურიას სტატუსი. ამ მომენტის კი პირველი ბრძოლა ინტერმედიურ ტიტულისთვის უკვე ფიქსირებულია და ეს სერიოზული ეტაპია 70.3 კილოგრამ კატეგორიაში. ახლა გადავიდეთ ბოლო დეტალებზე, რომლებიც უკავშირდება მომავალი ინტერმედიური ტიტულის ბრძოლას და არმან ცარუკიანის შესაძლო გზას UFC-ში. ბევრმა გულშემატკივარმა უკვე გამოხატა საკუთარი უკმაყოფილება იმის გამო, რომ არმან ვერ მიიღებს პირდაპირ შანსს ტიტულის დასაპროტესტებლად. მიუხედავად იმისა, რომ მან დაამტკიცა საკუთარი სიმამაცე და პროფესიონალიზმი დენ ჰუკერის წინააღმდეგ, UFC-მ გადაწყვიტა კონკურენტები პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი დაენიშნათ ინტერმედიურ ტიტულზე. ამ სიტუაციაში არმან შესაძლოა მოუწიოს კიდევ ორი ბრძოლა მომავლისთვის, რათა საბოლოოდ მიიღოს შესაძლებლობა ილია ტოპურიას წინააღმდეგ. ეს რთული და კომპლექსური სიტუაციაა, რადგან ერთი მხრივ არმან უკვე დაამტკიცა თავისი ღირებულება, მეორე მხრივ კი ორგანიზეიშენის გადაწყვეტილება განსაზღვროს მის მომავალს. პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი იბრძოლებენ 70.3 კილოგრამ წონაში ინტერმედიურ ტიტულისთვის. გამარჯვებული დაუყოვნებლივ გახდება ილია ტოპურიას სავალდებულო გამოწვევის კანდიდატი. მარტი-აპრილი თვეებში, როცა ტოპურია დაბრუნდება, გამარჯვებული უკვე მხისიერად შეძლებს მთავარ ბრძოლაში მონაწილეობას.
ილია ტოპურია პირადი მიზეზების გამო ვერ მიიღებს მონაწილეობას პირველ კვარტალში. ეს ფაქტი არის მთავარი მიზეზი, რის გამოც UFC-მ გადაწყვიტა ინტერმედიური ტიტული დაენიშნოს. ფანებისთვის ეს შესაძლოა მოულოდნელი იყოს, მაგრამ ორგანიზაციის სტრატეგიული ნაბიჯია, რათა უზრუნველყოს ჩემპიონატის სტაბილურობა. პედი პიმბლეტი აჩვენებს, რომ მზად არის დიდი ბრძოლისთვის. მიუხედავად მისი შედარებით ადვილი გზისა კარიერაში, მას აქვს უნარები, სტრატეგია და მობილიზება, რათა შეძლოს მაღალი დონის ბრძოლის ჩატარება. ჯასტინ გეიჯი თავის ხრივ მოკლე კარიერით, მაგრამ სერიოზული გამარჯვებებით უკვე აჩვენებს, რომ მზად არის ტოპურიას წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფანი აღელვებულია არმან ცარუკიანის გამოკლებით, უნდა აღინიშნოს, რომ UFC-მ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო. არმანის გაუმჯობესება და მომავალი ბრძოლის შესაძლებლობები კვლავ მისაღებია, მაგრამ მისთვის შესაძლოა ორი ბრძოლა დასჭირდეს, რათა საბოლოოდ მიიღოს ტიტულის შანსი. ეს ბრძოლა 70.3 კილოგრამ წონაში იქნება ძალზედ ინტენსიური, სტრატეგიული და ემოციურად დატვირთული. გამარჯვებული დაუყოვნებლივ გახდება ტოპურიას საპირისპირო გამოწვევის კანდიდატი. ეს ნიშნავს, რომ ფანებისთვის იქნება სერიოზული დინამიკა, ინტერესები და სიურპრიზები. ფანები უკვე აქტიურად განიხილავენ, იქნება ეს პედი პიმბლეტი, ჯასტინ გეიჯი თუ მომავალში არმან ცარუკიანი, ვინც შეძლებს ტოპურიას წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობას. თითო რომ ისულა მნიშვნელოვანია, რადგან ეს განსაზღვრავს არა მარტო ტიტულის მომავალს, არამედ არმან ცარუკიანის კარიერას და მთლიანი დინამიკის განვითარებას UFC-ში. საბოლოოდ პირველი ინტერმედიური ტიტული 70.3 კილოგრამ წონაში უკვე დასტურდება. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია UFC-სთვის და საინტერესო სიურპრიზეს მოაქვს მომავალი ჩემპიონატის ხედვისთვის. ფანებო, თქვენი მხარდაჭერა ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია. ამიტომ არ დაგავიწყეთ ლაიქი, გამოწერა და კომენტარი. ეს საშუალებას მოგცემს გავაგრძელოთ ახალი, საინტერესო ვიდეოების შექმნა.